Mama, დაგლოცეთ. დაგლოცოთ უფალმა. Mama, ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანები არ ითვალისწინებენ თუ მეორე ადამიანი სად მიდის, როგორ ცხოვრობს, რა შეიძლება დაუშავდეს მისი ქმედების შემდგომ. თუ შეიძლება mama, როგორ უნდა მოვიქცეთ ქრისტიანულად და ისე რომ ზეცა არ გავაბრაზოთ. მაცხოვარი ბრძანებს, ჩემო გიორგი, რომ რაოდენიცა უყავი ერთ 300 ცირათაგანსა მე მიყავიო და რაოდენი არა უყავი ერთ 300 ცირათაგანს ის მე არა მიყავიო. ეს არის თავარი პრინციპი თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ქვეყანაზე, რომ სხვისი ტკივილი გვტკიოდეს, სხვისი სიხარული გვიხაროდეს. და ძალიან ხშირად ყველგან ეს მარტო ჩვენ ქვეყანაში არა, მთელ სოფლიოში არის ისეთი ხშირი მოვლენები, რომ ადამიანები რაღაც მომენტში ისე დიდ ცოდვას ჩადიან ერთმანეთის მიმართ, რომ ვერც კი აფიქსირებენ, ვერც კი არა მარტო არ აფიქსირებენ, შეიძლება მე რომ დააფიქსირონ და გაახსენდეთ, არ წუხან, ანუ არ ნერვიულობენ, ის როგორ არის ახლა რაღაც და ეს არის ჩემოკეთილო უსიყვარულობა. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ქართველებს გვაქვს ესეთი კაი გამონათქვამი, სხვისი ჭირიო, ღობეს ჩხირიო. დაგვიფაროს უფალმა ესეთი განწყობა რო გქონდეს ჩვენ ყველა ადამიანში, ვინც არ უნდა იყოს ის მდიდარი, ღარიბი, ასოციალური მდგომარეობის წარმომადგენელი, ვინც არ უნდა იყოს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება მისი სახით თვით მაცხოვარი ჩვენ იესო ქრისტე მოდის ჩვენთან და ეს გამოცდა შეიძლება ჩვენთვის იყოს უმთავრესი გამოცდა. ამიტომ აუცილებელია, რომ როდესაც ისეთი სიტუაცია ხდება, რომ რაღაც მომენტში ადამიანი მოდის შენთან და რაღაცა სითხოვს, ხო? შენ ადამიანურად, ქრისტიანულად ყველაფერი უნდა გაუკეთო მას, რაც შენს ხელშია. ეს მატერიალური იქნება, თქვათ, თუ გაქვს საშუალება, რა თქმა უნდა, ეხმარო. შეიძლება ის შენზე მდიდარი იყოს და იმას სულაც არ ჭირდებოდეს შენი მატერიალური. ამ შემთხვევაში თუ გაქვს ცოდნა, მით უმეტეს ქრისტიანული, დაეხმარე მას ამ ცოდნით, აჩვენე რა არის სწორი გზა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახმარება. თქვათ, შეიძლება მოდის ადამიანი ძალიან დიდ სასწორკვეთილებაში, უთხარი რომ ღვთისგანგების გარეშე ერთი ღერით მარო არდება ადამიანს და შეიძლება ეს განსაცდელი ეშვება მხოლოდ იმიტომ რომ შენ უფრო გაძლიერდი როგორც ადამიანს ვირუსი რო შეეყრება და ორგანიზმი დაიწყებს ბრძოლას და შემდგომ ანტივირუსს გამოიმუშავებს და დაამარცხებს ამ ვირუსს და ის უფრო ძლიერი ორგანიზმის მატარებელი იქნება. ანალოგიურად ხშირად ეს განსაცდელი ღვთისგან ეშვება ადამიანზე, რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანი გაძლიერდეს სულიერად. უნდა აუხსნა ეს და ის სასწორკვლებში მდგომარე ადამიანს ეს იმედი უნდა ჩაუღვარო გულში და ეს ყველაფერი არის თითოეულ ჩვენთაგანის ვალდებულება ქრისტეს მიმართ. როგორც ქრისტე ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა, ჩვენც ვეცადოთ რომ ქრისტეს გულისთვის ჯვარზე გავეკრათ და ეს ჯვარცმა ვინ გაგვაკრავს ახლა 21 საუკუნის ჯვარზე. ეს ჯვარცმები მცირე დათმობა, მცირე ურთიერთას დახმარება, ეს არის. ღმერთმა მოგწეს ამის გააზრება ყველას. ამინ. დიდი მადლობა, მამო. თუ შეიძლება, როგორ უნდა იყოს სხვისი სადარდებელი ჩვენი გასათავისებელიც, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ მე ხომ კარგად ვარ და მე არ მეხება. ხო. ამიტომ ეს როგორ უნდა გავითავისოთ, იცი? უნდა გავითავისოთ ისე, რომ ყველა ვართ ღვთის შვილები. ყველა ადრე თუ გვიან წარსდგებით ღვთის საშინელ სამჟაროს წინაშე და უფალი რო გვეტყვის, რომ მე შიო და შენ არ მაჭამე, მე მწყურო და შენ არ დამალევინე, მე შიშველი ვიყავი, არ შემოსე, პატიმარი ვიყავი, სამანტყოფოში ვიყავ, არ მოხვედი, არ მომინახული ეს და ეს უნდა გავიაზრო და გავითავისო ისევ და ისევ მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს სიტყვებიდან მოდის ეს აუცილებელი რამე, რომ სხვისი ტკივილი უნდა გვტკიოდეს და სხვისი სიხარული უნდა გვიხაროდეს. ამინ. გვაღებსოს ღმერთმა. მადლობა. გაიხარეთ.